მოგესალმებით, გიბრუნდებით ბანელორდის მესამე ეპიზოდი და ეხლა რა ხდება. მოკლედ წინა ეპიზოდში მოვიყვანეთ ცოლი, მივიღეთ რამოდენიმე ბრძოლაში მონაწილეობა, დავიფყარით, დავკარგეთ, გავიმარჯვეთ და დაგვამარცხეს. დღევანდელი ეპიზოდის მუღამი და მიზანი რა არის? მოკლედ ეხლა დიპლომატიის მოდი დავამატე. დიპლომატიის მოდით, როგორც მეორე ეპიზოდში ვახსენე, ანუ შეგვიძლია ტერიტორიები რომელსაც დავიპყროთ, ავტომატურად ჩვენი გახდეს. ეს შესაძლებელი გახდა ამ მოდის საშუალებით. და ანუ აქ ასე რო არის უკვე დანებდებიან, მაგრამ ორივე არზეა სავარაუდოდ უკვე დამნებდებით. რამოდენიმე ქალაქი ავიღე ვიდეოს გარეთ. რამოდენიმე ქალაქი რა, ანუ აი ეს ქალაქი ახლა სადაც ვართ, ეს ქალაქი ავიღეთ, რამოდენიმე ბრძოლაში მივიღეთ მონაწილეობა და საბოლოოდ აი ჩვენი კლანი ავიყვანეთ 3 ლეველზე და აი როგორც ხედავთ ჩვენ ფართიში 107 კაცის ყოლის უფლება გვაქვს უკვე და აქ პრისონერები 78 პრისონერის ყოლის უფლება გქონია თურმე. აი ესენი გავუშვათ სულ და აი ესენი გავუშვათ. აი ასე. ხო, 107 კაცის ყოლის უფლება გვაქვს, კლანი 3 ლეველზე ავიყვანეთ უკვე. კაი, ეხლა რა გვინდა ჩვენ? მოკლედ უნდა ვიპოვოთ რაგია და შევთავაზოთ ვასლობა და აღარ ვიყოთ დაქირავებული. ხო, ეხლა ინვენტარში რაღაცები მაქვს ბრძოლის შედეგად აღებული ლუთები. ფულის დახარჯვა მომიწია და სამაგიეროდ ორმაგი ვიშოვე თითქმის აი დაახლოებით 5 მილიონი გვაქვს კინაღამ ფული და დიდი ალბათობით ეხლა გვიქნება, იმიტომ რომ რაღაცები უნდა გავყიდოთ. აი ეს არის ჩვენი ინვენტარი და აქედან მე ეხლა აი აქ ეს ნაჯახები არის, რომლებიც დავკრავდე. აი ეს ნაჯახი მინდა მე დამავიწყდა, სახელი უნდა დამეწერე. კაი, შემდეგზე ვიზავ და რამოდენიმე ესენის დავკრავდე. მატერიალები რაც ქონდა, ყველა მატერიალი გავყიდე. უმეტესობა აღარც ქონდა, აღარაფერი. აქ არის 31 მილიონი. არა. ესე არ მოწყობს. კაი, მოდი ჯერჯერობით მარტო აბჯარს და რაღაცებს გავყიდი. აი აქ რაც არის. არც ეს არ მოწყობს. კაი, მოკლედ ცოტა კიდე გავიზმანე, მოვიხოდე, რაღაცები დავითრიე. აი ეს ხმალი აღარ გვინდა, გავყიდოთ. აი ესენი გავყიდოთ, აქ რაც არის მთლიანად. ფეხსაცმელები. კაი, ყველაფრის გაყიდვა არ მინდა მე, იმიტომ რომ აქ რაღაცები რითაც შემიძლია ჩემი დაძმა და ჩემი მეუღლე, ესე ვთქვათ, გავზმანო. ეს ჩვენი და არის. აგერ ჩვენი მეუღლე. კაი, მოეცადე. აი, აგერ, მაგრამ მას უფრო კაი რაღაცები არ უკეთია. კი ბატონო. კაი, მოკლედ მოდი აქ გავყიდი რაც არის. ჯანდაბას არა ვიშო 17000 დავკარგეთ. და ეხლა წავიდეთ ჩვენ აი აქ დანუსტიკაში. მოკლედ ეს ინვენტარი რაც აქვს მოვიშოროთ, იქნება ამასობაში. ოპა, ზავიდადეს, კი ბატონო, როგორც თქვი, იმედია რაგიას ვნახავ ამასობაში. სად არის რაგია? ჩვენი დედოფალი. იმედია ვიპოვით. რაგიას და ვასლობა შევთავაზოთ. სად არის ეგ რაც მონიშნე? აგერ არის აქვე. კაი, დიდი ალბათობით აქ მოუწევს დაბრუნება. აი, მე მგონი აგერ არის. კაი, ოკეი. ეხლა ბევრი რო აღარ ვილაპარაკოთ. მოდი ამ ბანერებსაც გავყიდი. ერთი მოდი ამას მივცეთ. და ჩვენ ძმობს მივცეთ აი ეს ბანერი. ეხლა გავყიდოთ აი ესენი აღარ გვჭირდება ჩვენ. ასე. აქ რაც აქვს, უმეტესობა მოვიშოროთ, მოდი უცბად. აი ასე. მოდი ეხლა ერთი ეს ნაჯახი. აი მოდი ეს იყოს. ვიცით ჩვენ ძმას. ერთი ეს ნაჯახი, აი, მერის არ უნდა. მოდი ჩვენი ას მივცეთ.
ერთიც ამას მივცეთ. ნინოს ჩვენ დას მივცეთ, მოდი ეს. ნაჯახი. დანარჩენი მოდი ახლა გავყიდოთ. აი, ეგ არის. 76,000 კიდე ვიშოვეთ. აი ეს რა გია არ არის? კი ბატონო, ეს რა გია? აუ ვერ დავეწევით, ხო? აი მოიცა. არმიას კრებს თუ რას აკეთებს? იქნება დავეწიოთ ახლა რა გიას. წესით უნდა დავეწიოთ. ხო, ვასლობა აუცილებლად გვინდა, იქნება და მოგცეს. და რამე ზედმეტი თავის ტკივილი არ შემოგხვდეს ახლა. და როდესაც გავხდებით უკვე ვასლების შემდგომ კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდებით ჩვენი სამეფოს ჩამოყალიბებას. კი ბატონო, ეხლა მე მინდა თქვენთან. აი ეს არის მე მგონი. კი ბატონო. აგერ მოგცა, ოპა, კარგი ის. ჩვენც არა ყავს უდი არმია. კაი, მოდი ეხლა მე გავუშვებ მაშინ. აუ არა, კავალერია მინდა ყველა კუნჩი. მოდი, კაი, ამათ გავუშვებ. აგერ ამ კავალერიას ავიყვან, აგერ ერთი ეს და ხო, ერთიც ეს. ეგ არის ბანერიც მოგცა. მოდი, ჩვენ არა. ამას თავისი აქვს. აი, მოდი ამას მივცეთ. და ეს ხმარიც ამას მივცეთ. ეგ არის, მოკლედ გავხდით რაგიას ვასალი უკვე. ინფლუენსი 193 გვაქვს. ახლა უკვე თავად შეიძლება პრეტენზიების წამოყენება სხვადასხვა ციხეზე ან ქალაქზე. ჩვენ მოკლედ ეხლა ნახეთ რა ხდება. მე ეს ინვენტარში რაც მქონდა ყველაფერი გავყიდე და ამასობაში სამხრეთის იმპერიამ დაიწყო ბრძოლა ხუზაიტების წინააღმდეგ და აგერ უკვე ტესამ არმია შეკრიბა. კარგი, წამოდი ახლა შევუერთდეთ ჩვენს თანამებრძოლს და ვეჭიდაოთ ხუზაიტების არმიას, მაგრამ მანამდე ერთი იდეა მაქვს. არმია საკმაოდ კარგი მყავს. არაფერს არ უჩივი. იქნება ესე სათითაოდ რო დადიან ლორდები დავიჭირო და მარტო დავამარცხო. რა ხდება? ოლანდიამაც ომი დავიწყო? ხო, არ ვიცი. ვერ მოვასწარი საკითხვა, მე მგონი ტურგიასთან დაიწყეს ბრძოლა. 1000-ნი არიან. რაღაცა დიდ საშინელებას აპირებენ. კაი, დავაცოდოთ აბა ესენი საწავლო. ჩვენ იქნება მალამდე დავიჭიროთ. აი ეს. ერთ-ერთი ლიდერია. აი, მოიცა ისინი თუ დაიხმარა არაფერი გამოვა. აი, ეს 20 კაცი იქნება დავიჭიროთ. ახლა აი ძალიან სიღრმეში შევდივართ, ესე არ გვაწყობს. და წამოგავეკიდოთ. ოპა. კაი, გავეკიდოთ ისევ. იქნება დავიჭიროთ და უეჭველი უნდა დავამარცხოთ ეს არასწორები. 98 კაცი არის. ვახ და ვახ. ეს მოულოდნელი იყო 7 კაცი. კაი. 7 ტყვე ყავს, კავალერი 4 ყავს, ხოლსარჩერი ყავს ბევრი სამაგიეროდ ჩვენ. მაგდენი არა ყავს. არა, აშკარა წაგებული გვაქვს ეს ბრძოლა. მაგრამ რადგან წამოვიწყეთ, მოდი ვიბრძოლოთ. ერთით მეტნი ვართ, იქნება და სტრატეგია მოგვაგებინოს. კარგი. ეხლა გადავხედოთ.
ჩვენი უპირატესობა უნდა იყოს წესი და რიგით აი ეს გორა. აი აქეთ რაც არის. კავალერია ყავს, 25 ცალი ყავს. მოდი ეხლა მე ჩემს მეისრებს, აქ შეგვიძლია დავაყენოთ? კი ბატონო. აი ეს უნდა გამოვიყენო უეჭველი უპირატესობად. აი ასე განვალაგებ. მეცა ცოტა აი აქედან. აი ასე. მგონი რომ გავშალო, არა სისულელია გაშალა. აი ასე იყვნენ. კაი, ჩვენი არჩევები ასე დავაყენოთ. აი ესენი. დავაყენოთ, მოდი იმედია ძალიან სისულელეს არ ვაკეთებ. აი ასე განვალაგოთ. ეს horse არჩევები. გერ დავაყენოთ. და ჩვენი კავალერია. აი ასე. კაი, ერთი იდეა მაქვს და იმედია ეხლა რასაც ვფიქრობ, ეგ გამოვა. აი, ჩვენ ვიყოთ მოდი არჩევები, მეთაური, ესე იგი დავაყენოთ ასე. ოკეი. ესენი მოვამზადოთ. წესი და რიგით აი სტრატეგია არ ვიცი, მაგრამ ხუზაიტები კარგად იბრძვიან. ნახოთ მოკლედ რა მოხდება. იმედი მაქვს სისულელი არ გავაკეთე. კავალერია ბევრი ყავს უბრალოდ. სად არის ჩუდო? ესენ ხო არის კაცო. აი მოკლედ ინფეტრი რაც აყავს, ადვილად გავუნადგურეთ. მოდი ეხლა ჩვენ გავაკეთოთ ესეთი რამე. აი მხოლოდ ესენი გავუშვათ შეტევას. ვახ ბიჭო, ყველა ავაცილეთ. მხოლოდ კავალერია გავუშვათ მოდი შეტევაზე. ამჯერად. და ჩვენმა ინფეტრი და არჩერებმა შორი დახოცოთ ეს არასწორები. ეგ არის. კაი, დიდი ალბათ, აი, სტრატეგია რატო გამოგვადგა? 67 კაცი მოუკალით ჩვენ 68 21 დაუზიანეთ და 6 კაცი მოგვიკრეს მხოლოდ იმათმა. ისის დიდი ალბათობით ხუზაიტების კავალერიამ დაგვიხუცა ჩვენი 6 კაცი და იმედია დავამუღამებ ამ შვიდის როლას. ხო, ადრე როცა ვთამაშობდი შვიდის სკილების არ ვიყენებდი, ანუ შვიდით არ ვთამაშობდი. და ეხლა პირველად ვთამაშობ და ამიტომ მაგ ესეთი ცუდი მიზანი. სალამ დავამუღამო ჩემი დამემართები. ეგ არის. ანუ ჩვენზე ბევრად ძლიერები იყვნენ. ბევრად მაგრები იყვნენ ჩვენზე. მაგრამ აიც დავამარცხეთ. სტრატეგია იგებს ამ თამაშს. სტრატეგია იგებს ბრძოლებს, მიზანი ამართებს საშუალებას. აი მოდი ახლა ჩვენი ახალი ნაჯახი ვუცბად. არნებდებით, რაღაც ახალია ეს. აი ძმობას გაფიცებ, რა აზრია შენ სიცოცხლეს. მე მოკლავ თუ შევიადები რა აზრია. ესეც მინუს თავი. მინუს თავი. აი წესით მოვიგეთ. Hey guys.
ხო, 10 კაცი მოგვიკვდათ 11 დაგვიზიან და არაფერი. ეს არაფერი, კაი, მოდი გავუშვათ ახლა ესენი, შარმი მოვიმატოთ. პრისონერები. უბრალოდ ამას ვერ ხვდები, ეს რატომ მიცოტავდება ესე პრისონერების ადგილი, აზე არა ვარ. კაი, მოდი გავაზრიეროთ ახლა ყველა. ეგ არის 5 კაცი ავიყვანოთ. შვენიერი. და კიდე ლუთი. მოდი მე საჭმელს ავიღებ ჯერჯერ უნდა, სხვა დანარჩენი არ მინდა. ხო, ეს ციხესიმაგრე ისევ ალყაშია. წამოიხლა მოდი ამათ მივეხმაროთ და იქნება ეს აკალატი მომცე. მაწყობს აქედან თუ დავიწყებს საქართველოს ტერიტორიების ჩამოყალიბებას. აი ამ ხიდან თუ დავიწყებ მაწყობს ხუზაიტების ტერიტორიებიდან. აი მოდი ახლა გავწევრიანდეთ. მოდი მანამდე ეს არასწორები დავხოცოთ თუ დავიჭირეთ ვაფშე. ბიჭო ეს ასწორებს ეს სათითაოდ ზდევა. ხო, აშკარად ვერ დავიჭერთ. ძალიან ელები ვართ. აი ხა დავიჭერთ. წესით ახლა დავიჭერთ. კი ბატონო. დაანებდიან მოკვდი. არ დაანებდნენ და ტრუპები გავუშვათ. არც ერთი არ მოგვიკვდა ჩვენ 16 დავხოცეთ 4 დაეჭერთ. ესე კარგადაც. აქედან წავიღოთ ყველაფერი და ეხლა წავიდეთ და დავეხმაროთ მოდი ტესიას. ხო, მოკლედ მოვედით და თითქმის აიღეს ეს ქალაქი. თითქმის. და ჩვენ არ მოგცემენ ამ სამეფოს, იმიტომ რომ დიპლომატიის მოდი გვაქვს. კიდევ ერთხელ შეგახსენებ და ხოლოდ იმ სამეფოებს გვაძლევენ, რომელსაც ჩვენ ავიღებთ. 99 კაცი მოგვიკვდა, 127 დაიჭრა, ჩემი ფართიდან მხოლოდ 3 მოკვდა და 9 დაიჭრა. 21 კი მოკლა ჩემი ფართის წევრებმა. კაი, რა პრისონერი კიდევ და აღარ გვინდა, მოდი. ესენი გავაზრიეროთ. ნუ ლუთი წავიღოთ. ხო, ამ სამეფოს ჩვენ არ მოგცემენ, ჩვენ არ აგვიღია და მაგრამ იქნება კანდიდატებში შემიყვანა. ეს არ ვიცი. უბრალოდ ვიცი რომ დიპლომატიის მოდით ეგრეა თუ შენ აიღებ სამეფოს, შენ გაძლევენ შენ მიერ დაპყრობი ტერიტორიას. უი. აი გავწევრიანდები ეხლა. ეს ვინ არის ვაფშე, მოიცა? Stop there, stranger. 13 არიან. აი, იქნება ეს დავამარცხოთ. 74 ჰორს არჩერი ყავს. კავალერია 4. 78 კავალერია ყავს. აი, მე მგონი იზი ბრძოლა უნდა გამოვიდეთ წესით და რიგი და აი კი ბატონო, თურმე მუშაობს. ეხლა ნახეთ რა ხდება. აკალატი რომელიც აიღეს კანდიდატებში მეც ვარ. აი მოდი, ბევრი რო არ დავხარჯავ. აი მაინც მემაძლევენ და მოდი ინფლუენს აღარ დავხარჯავ. რა გიასთან 37 მაქვს ურთიერთობა, ამასთან 23. ეგ არის. აი პირველი ქალაქით გვაქვს. აი აგერ აკალატი როგორ ლამაზად ქართული დროშით. აი, ეხლა ნახეთ რა ხდება. 113 კაცის წინააღმდეგ გვიწევს ბრძოლა. მე მგონი ჩვენ უფრო ძლიერები ვართ. აი, მოდი ეხლა ნახოთ რა გვაქვს უპირატესობა ჩვენ. წესი და რიგით. აი, აქეთ უპირატესობა არაფერი არა გვაქვს. წინათ ძალიან მიწევა არ შემიძლია თუ ორე. ხო, აი ამას გამოვიყენებდი უპირატესობად, მგონი ძალიან მაგარი იქნებოდა, რომ გქონდეს მაგის შანსი და საშუალება. აი ამ ადგილს გამოვიყენებდი, რომ შეგვეძლოს მიწევა ჯარისკაცების. აი, ოკეი. მაშინ რა უნდა გამოვიყენოთ უპირატესობად? მე მგონი ერთადერთი ვარიანტად ეს გორ არჩება. კარგი. ჩვენი არჩერები ასე. აი ასე განვალაგოთ და აქ რო გავშალოთ, მე მგონი უკეთესი იქნება. მაგრამ ეს რა არის? რა ჯანდაბას აკეთებენ?
კაი, ესე იყოს. ესენი დავაყავდოთ ასე. და მოდი ესენიც გავშალოთ და რა სისულელეს აკეთებენ. ვაფშე ჯობია მოდი ესენი ასე დავაყენოთ. ჩვენ ინფეტრი, რავი, როგორც არის. ჩვენი ჰორს არჩერები, ასე გვერდზე დავაყენოთ. ვაფშე. მოდი ვაფშე ასე დავაყენებ. რამათ. და კავალერიას გავშილი ასე. წესი და რიგით უნდა მოვიგოთ. არა გვაქვს ძალიან დიდი უპირატესობა, მაგრამ მე მგონია რომ მოვიგებთ. არ ვიცი, ნახოთ. ჩვენზე ბევრად მეტნი არ არიან. 8 კაცით მეტნი არიან ჩვენზე. და ჩემი აზრით ეს ბევრ ამას არ უნდა ნიშნავდეს. საკმაოდ გაწვრთნილი არმია მყავს. არჩერებიდან დაწყებული, კავალერიაზე დამთავრებული, შევინახავ ვიზიკო. ეს ის არის. ჩემი კლანის წევრია დასაწყისში თუ გახსოვთ რომ მივეცი. ნაჯახი. კაროჩე, ეხლა დაველოდები მე, რომ მოვიდნენ ახლოს. თუ მოდიან ვაფშე. კი ბატონო. დაველოდები ეხლა რომ მოვიდნენ. მოგვიახლოვდნენ. აქვე გავუშვებ კავალერიას შეტევაზე და გაიკიდება იმათ კავალერიას. და ინფეტრი და არჩერები იბრძოლებენ ამ ადგილას. ამ ტერიტორიაზე. და ესხმებიან ამათ არჩერებს, ეგრე ვფიქრობ თავს. ოღონდ იმათ ძალიან ძლიერი და ბევრი კავალერია ყავს. იმედია პრობლემას ეგ არ შეგვიქმნის. ეგ არის. მორიგი გამარჯვება, მორიგი აბაგაი. ლორდი დავამარცხეთ, გაუშვათ, 22 ტრუპი ყავდათ, ბიჭო. აქედან უფრო მეტი სამოყვანა არ შემიძლია, ეს ტრუპები რო აღარ ამოვიყვანო, ეს ნუბი ხალხი. სამაგიეროდ პრისონერები ავიყვანოთ, ჯარი გაგვიძლიერდა. ასე. კავალერია მაინც თავის საქმეს აკეთებს რა. საკაიფო ლუთიც მოიტანეს, კიდე უფრო მეტ ფულს ვიშოვით. რაღაცა სკილი იყო, მაგრამ ჩვენ არა, ჩვენი დაგაძლიერდა. კი ბატონო. ეგ ამა დაამარცხებენ დიდი ალბათობით. ეხლა მოდი ეს ქარავანი მოვკლათ. აქ ისე ბევრი არია. კაროჩე ერთსაათზე მეტი არ ყავთ, არა ის აღარ აკეთებენ. ქარავანს რატომ მისდევ არ ვიცი. არა 48 კაცი არიან და ჩვენთვის რაც კარგი არის, კილებს მოვიმატებთ და კლანის ლეველს გავსდით. კარგი. დავანებოთ მოდი ამ ქარავანს თავი და ვნახოთ აბა კიდე თუ არიან სადმე ლორდები. და ვაფშე კაი, მოდი. უნდა მეთქვა ეს სოფელი ხო არ დავარეიდოთ მეთქი. არ გვინდა ცუდი აზრია. მაგ ჯარისკაცების მოკლა ნამდვილად არ მინდა
კარგი, მოკლედ რა ხდება ეხლა ამ მომენტისათვის რომ გადავხედოთ. აქ არის ალყა, აკისერის ციხესიმაგრეში. აკალატი ჩვენია. ოპა, მრაგიას ხელი გაუშვი, ბიჭო. ჩემი სიდედრია, ბრატ. ეგ არის. გოლდებიც მოგვცა. 109 კაცის ყოლის უფლება გვაქვს უკვე კიდე გვემატება რა ძალიან მაგარია. აპა. 702 კაციანი არმია დიდი ალბათობით ამათ დაესხება თავს. ოპ. ციხესიმაგრიდან არა, მაგრამ კინაღამ დაგვიჭირეს. კარგი, აქ ხო იყვნენ ეხლა საჯანდაბაში წავიდნენ ბიჭო. ოპა, აქაც რომ ხელა არმია, დიდი ალბათობით დავკარგავ მე ამ ტერიტორიას, მაგრამ მოდი შიგნით შევა. არა, გთხო, არა, რა ცოტა მაკლდა ბიჭო. აი ამათ უნდა დავნებდე მე. აზრი არა აქვს. აუ, კარგი მე გადავევი. აუ 57 მეტრს ვკარგავ. კაი, სხვა გზა არა მაქვს. აი ალყა შემოგვაყეს. 57 კაცი დავკარგე. აქედან ხო შეგვიძლია ვიყვანოთ ახლა ვიღაცები. აი თუ რამეა ისო გარნიზონიდან გამოვიყვან და მე დავამატე. მოდი ახლა მე რაგია შევუერთდები. მარტო რომ ვიწანწალო და კიდე რო არ დამამარცხო. და დაველოდოთ მოკლედ როდის დაესხმევა რაგია თავს და დაიცავს ჩემს სამეფოს და დიდი ალბათობით ეს ახლა მოხდება. კი ბატონო, შვენიერი ბრძოლა იქნება. ჩვენ რაგიასთან ვართ და მოკლედ შევიდეთ გავერთობით. აი ვიყოთ მოდი ამჯერად კავალერიის მეთაური და გავუშვათ ეგრევე შეტევაზე დავიკიდოთ ფეხებზე. მაინც მოვიგეთ ამ ბრძოლას დედას უტირეთ ბიჭო, დედას. ბიჭო, რამდენი კავალერია ყავს პროსტა, რამდენი არის ამათი. მაგრამ ნაჯახი თავის საქმეს აკეთებს, მაგრად მევასება ამ თამაში ეს ნაჯახი რა. მიდი არ მომკლავთ, ხო, კაი ბრძოლა იქნება და ბევრი კილი მინდა გავაკეთო. ბიჭო, რამდენი ესაყავთ ეს ქალები ეს რა უნდა თომში ჩემი. რამდენი არის? რა ქვია, სისტერები ქვია მეგონა. აუ ამისთვის ტარი ცოტა უნდა დამიგრძელებია კიდე. ამ ძალიან სწრაფად ვიქნოთ იდეაში. მოკლედ არის რო აქვს, მაგრამ არ წუდება ყველაფერს. ამ ნაჯახის მუღამი ის არის რომ ძალიან დიდი ნაჯახი შეგიძლია გააკეთო. და შეგიძლია რა ვიცი 5 მეტრზე მიწუდი ალბათ ცხენიდან. ბევრი დახოცა. კაი, დიდი ახალს გავაკეთე მე. და უკვე მაგარს. ეგ არის აი 6 კაცი დავხოცეთ უკვე. ეს მეშვიდე იქნება? ვაღ ბიჭო, აი ეს არ მევასება ამ თამაში, ეს ცხენები დადიან უმისამართოთ ესე. თობოლო დარბიან და ეჯახები ნაკრეფი, კიდევ დავეჯახე. აკრეფილი რო გაქვს ეჯახები, კაროჩე და განელები, მაგრამ შეიძლება მოკრან ცხენის გამო. აი, ოკეი. მოვიგებთ დიდი ალბათობით კი არა, მოვიგებთ უეჭველი 200 კაცი ჩვენ ვართ დაახლოებით და 150 კაცამდე ისინი არიან. ნუ კიდე დამხმარე არმიები რამდენი მოვა, ვერთ ვაიცის. ძალიან მაგარია ეს ნაჯახი მოკლედ რა. აკეთებს თავის საქმეს. მოდი შეჭებთან. ერთი დარტყმა დარჩა. ვაცილეთ. ოპა, გავაძრეთ თავი ეგრევე. ხუთი ის არის დამჭა.
ბიჭო. ყველაზე მაგარი მშვიდი მაქვს ამ თამაში, მე მგონი აღებული და მაინც რა ნუბუროთოს. აი, იქნება ამ პრიაში მაინც მოკლედ. აი, ისე რაცაა ჩვენი საქმე, ისე ვისვაკეთოთ რა. არ არის ეს მშვიდი ჩვენი საქმე და რატო ვიკლავ თავს და რატო ტრიპაჩოთ ნეტა რა. ოპ, შევარდა, კაცურა სიფათი. ეს არ გამომივიდა თავიდან. ასე შევიდა 2, 3, 4 კაცი ერთდროულად. ნახევარი არმია გავწყვიტა. პირადად მე მაქვს ახლა 35, არა, მოდიშით 24 კილი. და კიდე რამდენი დავაზიანე და უბრალოდ ჩემიანება რაგიას არ მეუბრალოდ გაწყვიტა. კიდე დახმარები მოვიდი დაგას, მაგრამ ეს ხო ძალიან ბოლო ლეველის ტიერები არიან. ოპა, რა კაინკენა. კიდევ ერთი. მედი არ მოვყვანთ ახლა ძოლაში ისე დავასრულებ. შევარდა პაპა ალყაში. ეს ვინ არა ხელა. ეგრევე დავაზიანოთ. ნუ გარბიან უკვე ნებდებიან, იზი. 600 კაცი დავამარცხეთ. მოდი ამასაც. აუ, სად დახარა თავი დაამოღამე. სად დახარა მარასორმა თავი. მოვიგეთ. აი, მოდი ბარე მეთის მოკლად. ნუ გუჩაშე. ბიჭო. ეგ არის. 7 კაცი დარჩათ. რა გაატრაკა ბიჭო ამ ერთმა რაც რომ მოძრაობს აკეთებს. კაროჩე ხაით 5 კაცს არამ არ მოკლავს. იქამდე ვერ მოკლავ. ეგრე 36 კილი შვენიერი ბრძოლა და საკაიფოდ მოგვემატა კლანის ლეველი. კაი გავათავისუფლოთ, ესენი არ გვინდა ურთიერთობის გაფუჭება არავისთან. პრესონერები არ გვინდა. აი წავიღოთ ეს რითი გავუკიდით გამოვადგება. ჩვენ გამოვიდით ახლა რაგიას არმიიდან. ქალაქი დავიცავით, რაც მთავარია. კაი, ისევ გარნიზონიდან მოდი გადმოვიყვან ახლა ჯერჯერობით. 53 გადმოვიყვანოთ, მოდი ახლა არჩერი. და დალში სულ კავალერია მინდა. თუ არიან კიდევ აღარ არის. კაი, იყოს ეს. ეგ არის. 78 კაცი ყავს, 32 დაჭრილია და გამოჯორთილდება. ნუ მოკლედ მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. უცებრო მიმოხილვა გავაკეთოთ დღევანდელი ეპიზოდის, რა მოხდა და როგორ მოხდა. გავხდით ვასალი რაგიასი. რაგია მოგცა ერთ-ერთი დაპყრობილი ტერიტორია ხუზაიტების ტერიტორიაზე, აკალატი. და ამ სამეფოს ლორდი ვართ უკვე, ამ ქალაქის უბრალოდ საკმაოდ კარგად ვიბრძოლეთ, ცოტა გავაძლიერეთ კლანის ლეველი 460-ზე ავიყვანეთ, არმია გაგვეზარდა, ვიბრძოლეთ და დღეს ძირითადად ყველა ბრძოლა მოვიგეთ, არცად არ დავამარცხებულად. მოკლედ, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ დღევანდელი ეპიზოდი, ჩემი თხოვნა იქნება დალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი და დააფიქსიროთ თქვენი აზრი კომენტარების სახით. მადლობა ყველას ყურადღებისთვის და ნახვამდის.